ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ძვირადღირებული შეცდომა მშენებლობაში არის მეზობლის საძირკვლის გამეორება. ხშირად ბევრი ამბობს, მეზობელს ასეთი საძირკველი აქვს და მეც იგივე გამიკეთეთ, მაგრამ მშენებლობაში ასე არ მუშაობს. მაშინაც კი თუ ნაკვეთი ერთმანეთის გვერდით არის, პირობები შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. პირველი არის ნიადაგი. ერთ ნაკვეთზე შეიძლება იყოს მკვრივი და სტაბილური გრუნტი, ხოლო რამდენიმე მეტრში სუსტი ან შუშუპებადი გრუნტი. მეორე არის ნიადაგის წყლების დონე. ერთ ადგილზე წყალი შეიძლება ღრმად იყოს, მეორეში კი საძირკველზე მუდმივად მოქმედებას ახდენდეს ეს ნიადაგის წყალი. მესამე, შენობის დატვირთვები. სხვა დატვირთვა აქვს ერთსართულიან სახლს და სხვა მძიმე გადახურვებით ან მონოლითური კონსტრუქციით აშენებულ სახლს. თუ უბრალოდ ზღვის გადაწყვეტილებას დააკოპირებთ, შედეგი შეიძლება იყოს ბზარები და ძვირადღირებული გამაგრების სამუშაოები. საძირკველი ყოველთვის უნდა დაპროექტდეს კონკრეტულ სახლისთვის და კონკრეტული ნაკვეთისთვის, გეოლოგიური დასკვნის შემდეგ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით, რაც შეეხება ჩვენთან თანამშრომლობას, გამოგვიგზავნეთ თქვენი პროექტის PDF ფაილი და დაგითვლით ხარსაღრიცხვას.